Დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ეს არის ახალი ცხრაზე. ქვეყნება რეკომენდაციები, რომლებსაც ვენეციის კომისია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტზე იძლევა. საუბარია მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ პროექტზე. დასკვნაში წერია, რომ უნდა იყოს შემუშავებული სასამართლოსთან დაკავშირებული მექანიზმი, რომელიც დროებით კომისიას საქმეების გადაწყვეტაში დაეხმარება. კომისია სულ 14 რეკომენდაციას აქვეყნებს, მათ შორისაა პირველი იმ საქმეების საბოლოო გადაწყვეტილება, რომლებიც ხელახლა იწარმოება დარჩეს სასამართლო ორგანოებში. ამიტომ პირველ მუხლში ტერმინი განხილვა უნდა შეიცვალოს უფრო ბუნებრივი ტერმინით, შესწორება ან რაიმე მსგავსი სიტყვით. მეორე ის ფაქტი, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის დასკვნის საფუძველზე მოსარჩელეს აქვს გასაჩივრების უფლება თავიდანვე უნდა იქნას განმარტებული. მესამე, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისია კონცენტრირებული უნდა იყოს ინდივიდუალურ საქმეებზე და არ უნდა იტყობინებოდეს მართლმსაჯულების ხარვეზების სისტემურ მიზეზებზე. მეოთხე, საქმიანობის ანგარიში ხელისუფლებას უნდა გადაეცეს მხოლოდ კომისიის მიერ საქმის საბოლოო დასრულების შემდეგ. ასევე კომისიის წევრები არ უნდა დაინიშნონ საპარლამენტო ფრაქციების მიერ და არ უნდა იყვნენ პოლიტიკური პარტიების წევრები, უნდა მოხდეს კანდიდატების საჯარო მოწვევა. კომისიას უნდა შეეძლოს მისცეს რჩევა აპლიკანტს, გამართლებულ შემთხვევებში მოსარჩელეს უნდა გაეწიოს იურიდიული დახმარება აღნიშნულია რეკომენდაციებში.